მოგესალმებით, მე ვარ ანდრო ხეთერელი, წარმოადგენს ოფის მეურნეობის განვითარების ასოციაციას და ჩვენი ასოციაცია მერსი კორპუსის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით ვიწყებთ ონლაინ პრეზენტაციების ციკლს YouTube-ზე. პრეზენტაციების პირველ სერიას ჰქვია პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება. Am სერიაში შევა რამდენიმე პრეზენტაცია და დღევანდელი ჩემი პირველი პრეზენტაციის თემა არის პესტიციდები და ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოების სტანდარტები და პირველადი დახმარება. ჩვენ ასევე უკვე გვაქვს შერჩეული პრიორიტეტული თემები მომდევნო პრეზენტაციებისთვის, მაგრამ გვინდა რომ პრეზენტაციების ეს ციკლი მაქსიმალურად თქვენი საჭიროებების მიხედვით ავაწყოთ. Ამიტომ დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი კულტურის მოვლა გაინტერესებთ ყველაზე მეტად, ან რა პრობლემას აწყდებით ხშირად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, ან საერთოდ რა თემაზე ისურვებდით აგრონომიის დარგში, ანუ სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოვლის დარგში, რა თემაზე ისურვებდით, რომ შემდეგი პრეზენტაცია გავეკეთებინა და თქვენი უკავშირის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ პრეზენტაციებს. ეს კონკრეტული პრეზენტაცია შევარჩიე უბრალოდ ასე დასაწყისისთვის, ამიტომ ეს არის ზოგადი და მოკლე პრეზენტაცია და მის შინაარს რაც შეეხება, ვისაუბრებ პესტიციდების ადამიანის ორგანიზმში შეღწევის გზებზე, მოწამვლის სიმპტომატიკაზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე და ასევე პირადი დახმარების მეთოდებსა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. რაც შეეხება პესტიციდების ორგანიზმში შეღწევის გზებს, ცნობილია, რომ სტატისტიკურად პესტიციდების ზემოქმედების 90%-ზე მეტი მოდის კანზე. ანუ 90%-ზე მეტ შემთხვევებში პესტიციდი ადამიანის ორგანიზმში აღწევს კანის საშუალებით და აქ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილს, ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილს აქვს ადსორბციის განსხვავებული უნარი, მაგალითად თავის კანიდან ან თვალის ლორწოვანი გარსიდან ნივთიერება გაცილებით უფრო სწრაფად აღწევს ორგანიზმში, ვიდრე ვთქვათ იგივე ხელის ტევნიდან. შემდეგი გზა რესპირატორულია, როდესაც შესხურებისას წარმოქმნილი ორთქლიან აეროზოლი სასუნთქი სისტემის საშუალებით პირდაპირ სისხლში ხდება, ასევე არსებობს ნივთიერების მოხვედრის რისკი კუჭნაწლავშიც. ეს როგორც წესი ელემენტარული ჰიგიენის დარღვევის შედეგია, როდესაც სამუშაო პროცესში დაუბანელი ხელებით ხდება საკვების მიღება, ან რაც ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია, თამბაქოს მოწევა. უარყოფითი ზეგავლენის კუთხით პესტიციდების უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე არის ორგვარი, ანუ მწვავე და ქრონიკული. მწვავე ინტოქსიკაცია ნიშნავს ნივთიერების მყისიერ რეაქციას, ანუ როდესაც მყისიერად ვლინდება მოწამვლის დამახასიათებელი სიმპტომები, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს დაბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ან კუნთების სპაზმი, ან რაღაც სხვა მსგავსი სიმპტომი და შესაბამისად პესტიციდებთან მუშაობის პროცესში თუ მსგავსი სიმპტომი გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა უკვე მიიღო შხამის კრიტიკული დოზა. ქრონიკული ზემოქმედება არის გაცილებით უფრო რთული და მთავარი ხანგრძლივი პროცესი. ამ დროს ტოქსიკური ნაერთები წლების განმავლობაში გროვდება ადამიანის ორგანიზმში და ეს პროცესი ხშირად მიმდინარეობს შეუმჩნევლად და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში დაგროვილი ნივთიერებები აზიანებს ადამიანის იმუნიტეტს ან ნერვულ სისტემას და რაც საბოლოოდ მძიმე დაავადებაში გადადის. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თუ წამლობის დროს იგრძენით ნებისმიერი ტიპის დისკომფორტი, იქნება ეს სისუსტე, დაბრუსხვევა თუ რამე სხვა სიმპტომი, უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ალბათობით ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ამ დროს საჭიროა მოცილდეთ სამუშაო ზონას, გათავისუფლდეთ დაბინძურებული აღჭურვილობისგან და დაიწყოთ იმ პროცედურების ჩატარება, რომელზეც შემდეგ სლაიდებში ვისაუბრებ. მანამდე ვისაუბრებ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე და მათი, ანუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას რამდენიმე ტექნიკური დეტალია გადამწყვეტი, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას. პირველ რიგში ეს არის ხელთათმანები, აქ მხოლოდ ნიტრილი ან ნეოპრენი მუშაობს, ჩვეულებრივი რეზინის ხელთათმანები ქიმიურ ხსნართან კონტაქტისას შეიძლება დაიშალოს და შესაბამისად შხამი პირდაპირ გაატაროს, ამიტომ აუცილებელია სპეციალური სქელი ნიტრილის ხელთათმანი. იგივეა სასუნთქი სისტემის დაცვაზეც, ამ შემთხვევაში სამედიცინო ნიღაბი ან უბრალოდ ნაჭერი ქიმიურ ორთქლს ვერ შეაკავებს, აქ მხოლოდ ნახშირისფილტრიანი რესპირატორია ეფექტური და რაც შეეხება ტანსაცმელს, აქაც ერთადერთი გამოსავალი არის წყალგამომტარი სპეციალური კომბინეზონი. მოკლედ, ეს აღჭურვილობა არის ერთადერთი რეალური ბარიერი ადამიანის ორგანიზმსა და მომწავლავ ნივთიერებებს შორის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი სწორი შერჩევა.
მოწამვლის შემთხვევაში საჭირო ზომებთან დაკავშირებით მთავარი პრინციპი, როგორც უკვე ვთქვი, მდგომარეობს იმაში, რომ მოწამვლის ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია, რომ შეწყვიტოთ მუშაობა, დატოვოთ სამუშაო ზონა და მოიცილოთ სპეცდანსაცმელი. მე ცხადია, სამედიცინო სფეროში ზედმეტად არ შევალ და პრინციპში ვერც შევალ. უბრალოდ ვიტყვი იმ ზომების შესახებ, რაც საყოველთაოდ ცნობილია და რასაც აუცილებლად უნდა მივმართოთ მოწამვლის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. ესე იგი, სამუშაო ზონის დატოვების და დაბინძურებული ტანსაცმლის მოცილების შემდეგ წლის გადავლებით უნდა მოიშოროთ სხეულიდან ნივთიერების ნარჩენები განის გაღიზიანების გარეშე. და ბოლოს თუ მაინც სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო, ექიმს აუცილებლად უნდა წარუდგინოთ და აჩვენოთ პრეპარატის ეტიკეტი, რადგან ექიმს საჭირდება ზუსტი ინფორმაცია პესტიციდის ქიმიურ შემადგენლობაზე, რათა დანიშნოს სწორი მკურნალობა. შემდეგ, რაც ასევე გასათვალისწინებელია არის ის, რომ წამლობის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ მოწამვლის საფრთხე გაქრა. საქმე იმაში, რომ თითოეულ პრეპარატს აქვს ნაკვეთში უსაფრთხო დაბრუნების კონკრეტული ვადა, რომელიც წერია ეტიკეტზე და შესაბამისად, სანამ ეს პერიოდი არ გავა, ნაკვეთში შესვლა აკრძალულია, რადგან ამ დროის განმავლობაში პრეპარატი მოქმედებს ნაკვეთში და შესაბამისად არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების რისკები. ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მხედველობაში მაქვს ბავშვები, ორსული ქალები ან თუნდაც ის ადამიანები, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ხალხის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ნაკვეთი შეწამლულია, ანუ მეზობლებმა თუ გამვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ტერიტორია არის დამუშავებული, ანუ მოკლედ რომ თქვა, იდეალურ შემთხვევაში, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება, მაგრამ რეალურად წესი ასეა, რომ ნაკვეთში შესვლა დამუშავების შემდეგ ნაკვეთში შესვლა შეიძლება მხოლოდ პესტიციდის, ანუ პრეპარატის ეტიკეტზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. სულ ეს იყო, რაც ამ ეტაპზე პესტიციდების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრეზენტაციების ციკლი იგეგმება და დაიგეგმება თქვენი ინტერესების მიხედვით. ამიტომ დაგვიწერეთ YouTube-ზე ან Facebook-ის გვერდზე კომენტარებში, თუ რა სფეროები გაინტერესებთ. ჩვენ გავეცნობით თქვენს ზედადებებს და მომდევნო პრეზენტაციების შინაარსად სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავთ. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.